ტექინსპექტირების ცენტრებში მომხმარებელთა მომართვიანობა გასულ წელთან შედარებით დაახლოებით 15%-ით გაიზარდა, თუმცა გაუმჯობესებული მაჩვენებლის მიუხედავად სექტორი კვლავ არაერთი პრობლემის წინაშე დგას. რით არის განპირობებული მომხმარებელთა შედარებით აქტიურობა, რა გამოიკვეთა ინსპექტირების ცენტრებში მონიტორინგის შედეგად და რა გამოწვევები რჩება ბიზნესისთვის, სტუმართან საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტთან დავით მესხიშვილთან ერთად ვისაუბრებთ. მოგესალმებით ბატონო დავით, დიდი მადლობა სტუმრობისთვის. ეს არის თემა, რომელიც არ კარგავს აქტუალობას და პირველ რიგში მინდა გკითხოთ, როგორია თქვენი შეფასება, თუ რამ გამოიწვია გააქტიურება მომხმარებლების, დაახლოებით 15%-იანი ზრდა ვახსენეთ. ჩვენ ეს არის გამკაცრებული რეგულაციის შედეგი, თუ საზოგადოების ცნობიერება არის უკვე სათანადოდ ამაღლებული და აქვე შევაფასოთ 2018 წლიდან რეფორმის დაწყებიდან დღემდე მიღწეული შედეგები და ასევე ის საჭიროებები უკვე რაც აი ამ 7 წლიან პერიოდში ზედაპირზე ამოტივტივდა. დღემშვიდობისა, მადლობა რომ ამ თემით დაინტერესდით. დავიწყებ რეფორმის შეფასებით და შემდეგ გადავალ კანონის ახსნების ნაწილზე, რაც თქვენც აღნიშნეთ. ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმა იყო ეს ტრანსპორტის სექტორისთვის, იმდენად, რამდენადაც აი ბოლო წლების განმავლობაში რო წარმოვიდგინოთ, ასეთი მნიშვნელობის რეფორმა ტრანსპორტის სფეროში არ გატარებულა, ტექინსპექტირება იმ პერიოდისთვის მოთხოვნილი იყო ასოცირების ხელშეკრულებითაც იყო, მათ შორის ევროდირექტივების შესაბამისი, რომ ეს უნდა დაგვეწყო, მაგრამ ამაზე უფრო მნიშვნელოვანი იყო ის საშინელი სტატისტიკა საგზაო შემთხვევების და დაღუპულების და დაშავებულების, რომელიც იმ პერიოდისთვის არსებობდა. შემიძლია გითხრათ, რომ არც ახლა არის მაგალითად ისეთი სტატისტიკა, რომელსაც ვისურვებდით, თუმცა აი ეს მინდა ხაზგასმით თქვა, რომ მას შემდეგ რაც ტექინსპექტირების რეფორმა დაიწყო, 25%-ით იყო დაღუპულების რაოდენობა და ეს დღემდე ეს გადავთვალოთ დაახლოებით 1000-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენას. მაგრამ აქვე უნდა ვთქვათ, რომ სტატისტიკა ჯერ კიდევ საგანგაშოა ამ მიმართულებით. დიახ, ნამდვილად ხაზგასმით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს სტატისტიკა ჯერ არ არის ის, რაც უნდა იყოს, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ამ პერიოდში სხვა რეფორმა ტრანსპორტთან დაკავშირებით არ გატარებულა, ჩვენ უკავშირებთ, რომ ზუსტად ტექინსპექტირების და ამ რეფორმამ ძალიან ბევრი ადამიანი გადაარჩინა. მე ვფიქრობ, რომ მოსახლეობაც უკვე იაზრებს იმას ძალიან კარგად, რომ ტექნიკური გამართულობა ავტომობილის არის ძალიან მნიშვნელოვანი და ისედაც გაეროს ეკონომიკური კომისიის კვლევები არსებობს მაგალითად, სადაც ნათქვამია, რომ განვითარებად ქვეყნებში 25-30% მოდის ტექნიკურად გაუმართავ ავტოტრანსპორტზე. აი, დავით, აქვე შევეკითხებით გამონაბოლ ქვებზე და ჰაერის დაბინძურებაზე რა დოზით აისახა რეფორმის შედეგები, თუ გვაქვს ამაზე ინფორმაცია. ეს გარემოს დაცვის სამინისტროსთან ჩვენ ვაპირებთ ამ საკითხთან დაკავშირებით უფრო სიღრმისეულ მოკვლევას, ჩვენს გვაინტერესებს ეს, მაგრამ ესეც შეუნიღბავი, ასე ვთქვათ, თვალითაც ჩანს, რომ ეს ისეთ საგანგაშო მდგომარეობა აღარ არის განსაკუთრებით შეფერილი კვამლიანობის ნაწილში და აქვე ძალიან კარგია, რომ გარემოს დაცვის სამინისტროს დეპარტამენტს შესაბამისი სამსახური აქვს და ჯგუფები, რომლებიც დაკომპლექტებული არის კვალიფიციური პერსონალით, აჩერებენ ავტომობილს, ამოწმებენ გამონაბოლქვთან დაკავშირებით მე ხშირად მსმენია, რომ მათ შორის ბრძოლებიც ამბობენ, რომ საწვავის ხარისხს უნდა მიექცეს ყურადღება, ესეც ნამდვილად ყურადსაღებია, იმდენად ჩვენც გვინდა დავინახოთ ისეთ გამჭვირვალე მექანიზმი, რომლითაც მოწმდება დაუშვათ საწვავის ხარისხი და აი რას თქვენ თქვით კიდე მიმართვიანობასთან დაკავშირებით. კანონის ახსრულება ამ სფეროსთვის არის გადამწყვეტი მნიშვნელობის. მას შემდეგ რაც რეფორმა დაიწყო, ეს სისტემა ბევრჯერ დადგა გამოწვევის წინაშე, ხო, ჯერ იყო პანდემიის პერიოდი, როდესაც შეჩერებულიც კი იყო ინსპექტირება, შემდეგ იყო კანონის ახსრულების ნაწილში პრობლემები, ეგრეთ წოდებულ ჭკვიან კამერებზე არის მიბმული ტექინსპექტირების კანონის ახსრულება გზებზე და მიმართვიანობის, უნდა ითქვას, რომ ეს გამოსწორებული არის ახლა ამ შემთხვევაში, ამიტომ ტექინსპექტირების მიმართვიანობა არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს, მაგრამ ამ მიმართულებითაც ჩვენ გვინდა რომ დაიხვეწოს და რატომ? რომ ეს კანონის ახსრულება იყოს უწყვეტი, ხო, ჩვენ გვაქვს ხოლმე წყვეტა, ხანდახან შეიძლება ეს ტექნიკური გამომართვების გამო იყოს, ან რაღაც მიზეზის გამო, რომ წყდებოდეს გზებზე კანონის ახსრულება და ჩვენ გვინდა ეს იყოს უწყვეტი. ანუ მარტივად რო ვთქვათ, ჭკვიანი კამერები რაღაც პერიოდულობით არ არის ხოლმე ჩართული, არ მუშაობს ხოლმე და ეს ხდება მიზეზი იმისა, რომ ტექინსპექტირების ცენტრებში მიმართვიანობა მცირდება. დიახ, ყოფილა ასეთ შემთხვევები, იმდენად აისახა ეს ტექინსპექტირების ცენტრებზე, რომ რამდენიმე შეიძლება დახურვის წინაშეც კი იდგა, იმიტომ რომ ეს პირდაპირ დამოკიდებულია ეს სექტორი მიმართვიანობაზე და
ისედაც, როდესაც გაცხადებული გაქვს პოლიტიკა, რომ საგზაო უსაფრთხოება არის პრიორიტეტული, ხო, აი ამ ნაწილიდანაც თუ შევხედავთ, რა თქმა უნდა, კანონის აღსრულებას უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება. ტექნიკურების ცენტრების მონიტორინგზეც მინდა გითხოთ, ასევე დასაქმებული ადამიანების კვალიფიკაციაზე და ასევე მოცვაზე მთელი საქართველოს მასშტაბით, ეს არის კერძო ბიზნესი ხომასია, რამდენად არის საკმარისი ტექინსპექტირების ცენტრები და რომ ახსენეთ თქვენ, რამდენიმე მათგანი დახურვის რისკის წინაშეც კი იდგა, იმიტომ რომ ბიზნესი ვერ კეთდებოდა, შეიძლება ითქვას. ახლა რა ვითარებაა ამ მიმართულებით? ხო, ტექინსპექტირების ცენტრებზე ხორციელდება მონიტორინგი და ეს რამდენიმე თვეა რაც ხორციელდება, ალბათ ჯერ ადრეა რომ რაღაც დასკვნები გამოვიტანოთ, რამდენად ეფექტს მოიტანს, ეს რამდენად შედეგიანი იქნება და ამას ალბათ ჩვენ სახმელეთო ტრანსპორტ სააგენტოსთან უკვე რამდენიმე თვე რომ გავა ერთიან ჭრილში განვიხილავთ. ზოგადად ტექინსპექტირების ცენტრები გადიან ძალიან მკაც კონტროლს, მაგალითად იმისთვის რომ მინდა რომ მაყურებელმა იცოდეს, რომ გარედან ჩანს თითქოს რომ არაფერი არ არის, რაღაც შენობა შეხვალ-გაივლი ინსპექტირებას გამოხვალ, ხო? ესე არ არის, ტექინსპექტირების ცენტრმა უნდა გაიაროს ძალიან მკაცრი აკრედიტაციის პროცედურა და აქვე მინდა ვთქვა, რომ აკრედიტაციის ცენტრი ძალიან დაუახლოვდა ევროსტანდარტებს და ის მოთხოვნებიც, რაც არის ტექინსპექტირების ცენტრების წინაშე საყენებული, არის უკვე იმ ევროდირექტივების და ევროსტანდარტების შესაბამისი, ესე იგი ჯერ ეს პროცედურა აქვს გასავლელი. შემდეგ ყოველდღიურ რეჟიმში მონიტორინგი წესდება ინსპექტირების ცენტრებზე. გარდა ამისა, ტექნიკური აღჭურვა უნდა იყოს თანამედროვე და მუდმივად საჭიროებს ეს აღჭურვა განახლებას, რაც ძალიან დიდ ფინანსებთან არის დაკავშირებული და ის უნდა იყოს თანამედროვე, იმიტომ რომ ელექტრონულ პროგრამაში ხდება მისი ინტეგრირება და ლაივ რეჟიმში ხდება შედეგების გადაცემა, ხო? აქ გვაქვს კიდე ჩვენ ის რომ ინსპექტორი რომ მიიღო მაგალითად ინსპექტირების ცენტრისთვის, ხო? მას უნდა სწავლება, უნდა დატრენინგება, შემდეგ გამოცდა უნდა გაიაროს, ძალიან დიდი ხარჯია. არ დგას. კი, არა, იმიტომ რომ აქ მთელი პროცედურა არის ეს, მე უბრალოდ მინდა გაჩვენოთ ტექინსპექტირების ცენტრს, აი რა ხარჯები აქვს და შენობა ნაგებობების საჭიროებს, ხო, მე შემდეგ უკვე მუდმივად განახლებას და ასე შემდეგ. ამიტომ დღეს უკვე დგას მთავარ გამოწვევად, თუ აი დავსვათ კითხვას, რა არის მთავარი გამოწვევა? მთავარ გამოწვევად დგას საფასურის კორექტირების საკითხი, ანუ ეს ტექინსპექტირების საფასურზე არის საუბარი, ვინაიდან ის შემოსავალი დღეს რაც არის აი ამ სფეროში, აღარ პასუხობს იმ გამოწვევებს, რომ აი ეს ჩემი ჩამონათვალი რაც იყო. ტექინსპექტირების ცენტრები იღებენ ყოველთვიურად ალბათ და მე წლeur ჭრილში. აქ მინდა ჩაგეკითხოთ, ზუსტად დაახლოებით რა პროცენტით შეიძლება რომ გაიზარდოს ტექინსპექტირების გადასახადი, რომ ეს არ იყოს ძალიან დიდი წნეხი მოსახლეობისთვის და შესაბამისად მათ არ თქვან უარი ვთქვათ. აი აქ არის ერთი მომენტი, რომ ტექინსპექტირების საფასური არის ფიქსირებული საფასური უნდა იყოს, საერთაშორისო გამოცდილებას უმეტეს შემთხვევაში გვეუბნება, რომ გადასახადი არის ფიქსირებული, იმიტომ რომ თქვენ როგორც ბრძანეთ, ხო, ვიღაცამ რომ არ გაზარდოს ეს გადასახადი ხელოვნურად, მაგრამ ამ გადასახადის პერიოდული გადახედვა უნდა ხდებოდეს, იმიტომ რომ მას შემდეგ რაც რეფორმა დაიწყო 2018 წელს, გაიზარდა ყველა საფასური ავტომობილის სერვისთან დაკავშირებული, ხო? მაგალითად რეგისტრაცია ავტომობილის, ავტომომსახურების ნებისმიერი მიმართულებით, რეცხვაც კი გაიზარდა, ხო? ანუ ყველა საფასური არის გაზრდილი, ტექინსპექტირების საფასური დარჩა იმ ნიშნულზე, რაც იყო რეფორმის დასაწყისში, თუმცა გაიზარდა მაგალითად საფასური ტექნიკური აღჭურვისთვის და გარდა ამისა, ესეც მნიშვნელოვანი საკითხია, რომ იგივე როდესაც ჩვენ საუბრობთ მომავალზე, აი ტექინსპექტირების სფეროს მომავალი რეფორმის დაწყებიდან დღემდე 10 წლიან ჭრილში დაიგეგმა, 8 წელი პრაქტიკულად გასულია და რჩება შემდეგი 2 წელი. აი ამ 2 წლის მერე ტექინსპექტირების სფერო ჭირდება უკვე ასე ვთქვათ დანახვა გრძელვადიან პერსპექტივაში რა იგეგმება და რატომ ვამბობ ამას. როცა ჩვენ ვამბობთ, რომ უკვე საჭიროა ტექნიკური აღჭურვის განახლება, შენობა ნაგებობების განახლება, სიახლეების შემოტანა, ეს ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული, ეს ხშირად უკავშირდება საბანკოს ესხებსაც და როდესაც ხდება ხოლმე შეფასება მაგალითად გრძელვადიან ჭრილში, ბანკები ხედავენ რისკს, რომ არიციან მაგალითად 2 წლის შემდეგ ეს სფერო რა მდგომარეობაში იქნება. ამიტომ ჩვენ ესე ჩამოყალიბებულად თუ მივყვებით, არანაკლებ პრობლემატურია სფეროსთვის, რომ ვიცოდეთ გრძელვადიან პერსპექტივაში, მაგალითად მომავალი წლიდან რომ ვიცოდეთ, ჩვენ სანდოების პრობლემას მათთვის ფულად რესურსებზე წვდომაში. კი, აი თქვენ
რო წარმოიდგინოთ, გააქვთ ესე ვთქვათ ბიზნესი, არის ტექისპექტირების ცენტრი, გინდათ ის განაახლოთ უკვე, მასში ინვესტირება არის საჭირო, მაგრამ არ იცით ხვალ ამ ბიზნესთან დაკავშირებით რა იქნება. ამიტომ თქვენ ცდილობთ, რომ განახლებისგან თავი შეიკავოთ, სანამ არ გაირკვევა ამ სფეროს მომავალი. ასე რომ ესეც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია საფასურთან ერთად. საფასურის მატებაზე ჩვენ არ ვამბობთ, ჩვენ ვამბობთ, ეს შეიძლება იყოს კორექტირება, მაგრამ აი რა ოდენობით შეიძლება განისაზღვროს ახალი საფასური, მე ვფიქრობ, რომ ეს ჩვენი მხრიდან ამის თქმა პროცენტულად არ იქნება სწორი, ეს უნდა ეკონომიკის სამინისტროსთან ერთად, ვინც პოლიტიკას განსაზღვროს ტრანსპორტის სექტორში, ხო, უნდა დაწესდეს რაციონალური საფასური, რომელიც არც მძღოლებს დააწვება და ტექისპექტირების ცენტრებს მისცემთ საშუალებას, რომ განახდნენ. კი ბატონო, და ტექისპექტირების გადასახადის და საფასურის გადახედვის პარალელურად მინდა გკითხოთ ჯარიმების საკითხიც. როგორია სტატისტიკა პირველადი და მეორადი ჯარიმების ნაწილში, ანუ მომხმარებლები რამდენად შეიცვალა უბრალოდ ამ წლების განმავლობაში მეორადი დაჯარიმების ფაქტები. კი, მოდით ასე შევხედოთ, რომ მე ესე მაქვს წარმოდგენილი, მინდა რომ ვიყო მაღალი წარმოდგენის ნამდვილად, იმიტომ რომ ხშირად უკვე ვხედავთ ადამიანებს, რომელიც მოწესრიგებულად მოდიან ინსპექტირებისთვის და ეს პროცესი არის ინსპექტირებიდან ინსპექტირებამდეც, ხო, ანუ შუა პერიოდში რა ხდება, ინარჩუნებს თუ არა მძღოლი მაგალითად ავტომობილის ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში. ესეც მნიშვნელოვანია. თორე ჩვენ ვიცით რაღაც манипуляციების შემთხვევები, აი ხშირად მომისმენია, რომ ახ ამან ტექისპექტირება როგორ გაიარა, ხო, აი ქუჩაში შეგხვედრიათ, ხო, თქვენს ეგეთი ავტომობილი და გითქვამთ. ხდება ისეთი შემთხვევებიც, როდესაც манипуляციებით, ანუ მძღოლი ახერხებს ავტონაწილის დაქირავებას მაგალითად, ან ერთჯერადად მაღალი ოქტანობის საწოვის მოხმარებას და ასე გაძვრება პროცესში, მაგრამ ჩვენ აუცილებლად უნდა ვიცოდეთ, რომ ტექისპექტირება არის პროცესი და სინამდვილეში ეს არის კეთილი პროცესი იმ მხრივ, რომ შეიძლება დადგინდეს ისეთი ხარვეზი ავტომობილის, რომელიც საშიში არის ადამიანის ჯანმრთელობისთვის და მაღალ რისკს შეიცავს იმისთვის, რომ შეიძლება მოხდეს საგზაო სატრანსპორტო შემთხვევა, ხო? ამიტომ აქ გაძრომა არის თავის მოტყუება და ჯობია ავტომობილი იყოს ტექნიკურად გამართულ მდგომარეობაში ნებისმიერ შემთხვევაში, ხო? ამიტომ მე ვფიქრობ, რომ მიმართულება გაიზარდა. მსგავსი შემთხვევები რამდენად ხშირია? დათვლილი არ არის. თუ არის სხვაობა, თქვათ, დედაქალაქსა და რეგიონებში. ხო, დათვლილი არ არის ასეთ შემთხვევები, მაგრამ ეს პრაქტიკაში რასაც ხედავთ სამუშაო პროცესში, პასუხისმგებლობა მოქალაქეებში არის გაზრდილი, გაცილებით და არანაირი ასე ვთქვათ, მცდელობა იმის, რომ ავტომობილი იყოს მოწესრიგებული არის და ხშირად როდესაც დახარვეზება ხდება, მათ შორის ახსნილსაც ინსპექტორის მხრიდან თუ პერსონალის მხრიდან გაგებით ისმენენ, მიდიან და გამოსწორება ხდება და შემდეგ დაბრუნება ისე ტექისპექტირების პროცესის. ამიტომ მარტო ის რომ კანონის აღსრულება დაიხვეწა, ეს კარგია, კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ გვინდა რომ ეს იყოს უწყვეტი პროცესი, კანონის აღსრულება და არ იყოს ხან იყოს და ხან არ იყოს ესე, კანონის აღსრულება, მაგრამ ამასთან ერთvis რომ მოსახლეობაც ვიტყოდი რომ ამ მიმართულებით გაიზარდა ნამდვილად. და მონიტორინგი არის ერთ-ერთი მექანიზმი იმისათვის, რომ იდენტიფიცირდეს მსგავსი პრობლემები თუ არის და ალბათ არის, უფრო აშკარად ბოლო კითხვით გადმოვალ თქვენთან. როგორ გესახებათ მომავალში ტექისპექტირების მომავალი ჩვენს რეალობაში, ეს უნდა იყოს გამკაცრება კონტროლის თუ მეტად ხარისხზე ორიენტირება. კი, ხარისხის შენარჩუნება, რა თქმა უნდა, უკავშირდება რამდენიმე მიმართულებას, როგორც გითხარით, მათ შორის აკრედიტაციის ცენტრის სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოც ითხოვენ უმაღლეს ხარისხს, სტანდარტს ტექისპექტირების ცენტრებისგან, ის რომ ეს ევროპული სტანდარტი დაახვდეს ყველას, მათ შორის მომხმარებელს, სახელმწიფო სტრუქტურებს, ინსპექტირების ცენტრებში, აი ამისთვის საჭირო არის ინსპექტირების საფასურის კორექტირება, რომ ამის შემდეგ შესაძლებელი და მომავლის განსაზღვრა, ხო, როგორც თქვით, აი რა იქნება მომავალში, იმიტომ რომ იქ საბაკოს ესხებზე პრობლემა არ შეიქმნას, არ შეიქმნას პრობლემა გადაიარაღებაზე, ინსპექტირების ცენტრების შენობა ნაგებობების აღდგენაზე, კვალიფიციური ინსპექტორების გადინების პროცესია სამწუხაროდ ეხლა, იმიტომ რომ ინსპექტორის ხელფასი, რომელიც უამრავ კონტროლს გადის და რომელსაც გამოცდის ჩაბარება უწევს, რომელიც არის არაერთი მაკონტროლებელი სტრუქტურის დაკვირვების ქვეშ, მისი ხელფასი შეიძლება იყოს ნაკლები, ვიდრე ნებისმიერი მექანიკოსის ან
ავტომობილის რეცხავის ამას დამაკნინებელ ფორმაში არ ვარ პირიქით დიდი პატივისცემის მიუხედავად, მაგრამ ინსპექტორის ვალდებულება, ინსპექტორის პასუხისმგებლობა გაცილებით დიდია. ეს პირდაპირ უკავშირდება საგზაო უსაფრთხოების საკითხებს, ამიტომ ის რომ ხელფასი უნდა გაიზარდოს ინსპექტორის მაგალითად და უნდა იყოს სერიოზული და კვალიფიციური პერსონალი შენარჩუნდეს, ეს 100%-ის გასაკეთებელია. ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს სამხმარებლო დონეზე რომ შევხედოთ მათი мотиваციის და ასევე ნებისმიერ ვთქვათ კორუფციულ სქემაში ჩაგვისგან დაცვის ერთ-ერთი მექანიზმი. ნამდვილად საერთაშორისო პრაქტიკით, სხვათა შორის მე მქონდა საშუალება საერთაშორისო ინსპექტირების კომიტეტის დირექტორთან ედუარდ ფერნანდესთან რამდენიმე დღის წინ, რამდენიმე კვირის წინ განმეხილა ეს გამოწვევები და იქაც დგას ეს საკითხი, რომ ინსპექტორის შემოსავალი, რაც პირდაპირ კავშირშია ინსპექტირების საფასურთან, ინსპექტორის შემოსავალი უნდა იყოს იმდენი, რომ არ გაჩნდეს მიკერძოებული ინსპექტირების რისკი, ან იგივე კორუფციის რისკი და ასე ის უნდა იყოს უზრუნველყოფილი, როგორც ხელფასით, ასევე დაზღვევით და სხვა ყველა საჭირო საკითხით, რომელიც დგას ხოლმე, იგივე მოსასვენებელი სივრცე უნდა იყოს, ყველაფერი უნდა იყოს კომფორტის რეჟიმში ინსპექტორისთვის და ამის მიღწევა შესაძლებელია მხოლოდ აი ამ ცვლილებებით და ბოლოს ვიტყვი რომ რეფორმის პირველი ტალღა, ასე რომ ვთქვათ, წარმატებული იყო, ეხლა საჭიროა რეალურად რეფორმის მეორე ტალღა, რითაც მოხდება განახლება უკვე და სიახლეების დანერგვა ინსპექტირების სფეროში. მე ვფიქრობ, რომ ბიზნეს სექტორი, რომელმაც ძიმე პერიოდსაც გაუძლო საკმაოდ პანდემიის დროსაც და შემდეგშიც მზად არის იმისთვის, რომ კვლავ ასე ვთქვათ განახლებულ რეჟიმში დაუდგეს სახელმწიფოს აი ამ რთული რეფორმის პერიოდში, ამიტომ გვაქვს იმედი, რომ ეს ცვლილებები, რომელიც უნდა დაიგეგმოს და განხორციელდეს ინსპექტირების სფეროს გადაიყვანს ახალ დონეზე. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა სტუმრობისთვის, საინტერესო საუბრისთვის, დაგემშვიდობებით. საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტი დავით მესხიშვილი საუბრობდა ბიზნეს პარტნიორის პირდაპირ ეთერში.